სახელმწიფო დიასპორის ღონისძიება რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზღვარგარეთ ცხოვრობს 100,000-ობით ჩვენი თანამოქალაქე და ჩვენი ვალდებულება ვიზრუნოთ მათზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დიასპორაზე სრულნა განსაზღვრეთ კონსტიტუციურ ვალდებულებად, ჩვენი ხელისუფლებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და რეალურადაც არის არაერთი პროგრამა, პროექტი, რომელიც ხორციელდება იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველყოთ დიასპორის სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება, თუმცა ისიც გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი და შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა იმის შესახებ, რომ მაქსიმუმი გაკეთდება მომავალშიც იმისათვის, რომ ყველა პროგრამა, პროექტი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, იმისათვის, რომ ვიზრუნოთ სამშობლოსთან დიასპორის კავშირის შენარჩუნებაზე და ამასთან რას თავარია, უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ თავარი ამოცანა მაინც ჩვენთვის არის ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. და რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყობა ამ პროცესს ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი ამის. მადამ პრემიერ გიორგი ბაჩიშვილი არის დააკავებული, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია. რაც შეეხება გიორგი ბაჩიშვილის შემთხვევას, დეტალებთან დაკავშირებით ბუნებრივია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გავრცელებს ინფორმაციას, ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მე ზოგადად შემიძლია მალობა გადავხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, სათანადოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებელი და კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მოგაწოდოს სრული ინფორმაცია. ბატონო პრემიერო, ეს შეიძლება ვიცოდე. მე შეიძლება რაღაცაზე მეტი ვიცოდე, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია, ამიტომ ეს კითხვები უნდა იყოს მიმართული სწორედ სამსახურისკენ. ბატონო პრემიერო, სხვა თემებზე თუ შეიძლება 26 მაისის ბატონო პრემიერო, 26 მაისის მილოცავთან დაკავშირებით თუ ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა გადაწყვეტოს ადგილი. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია, ამ ინფორმაციაზე ბევრი კითხვა არ დაისვას, მარტივად გვასწრებთ, რომ ვერცერთ დეტალზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, შეიძლება რაღაც ვიცოდე, რაღაც არ ვიცოდე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ადრესატი თითოეული ამ შეკითხვას შემთხვევაში. ბატონო პრემიერო, რაც შეეხება გუშინ გამოსმენილ გზავნილებს. რაც შეეხება ეს არის მრავალმხრივ შეურაცხყოფელი ასე ვთქვათ ვერსია და არასწორია ასეთ ვერსიების გავრცელება, თუმცა ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვს, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. ხო, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ზურაბ პოლოლიკაშვილს, მე განმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი და ამას არაფერთან არ ქონია სხვა რამეს და შემხებლობა. მიზეზი იყო ის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. რა შუაში აქვს რაიმე სხვა დეტალი, ხო? ბევრად უფრო ადრე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვიდრე გადაწყვეტილება სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის სერიალის სპეკულაცია. ანუ სამხრივი განცხადება რაც გავსწრებთ. თან ბატონო ირაკლი, თქვენ ბატონო ირაკლი, ტირანაში კომუნიკაციის ფონზე რამდენად ლოგიკურია? ამ სამხრივ განცხადებას, პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში ძლავრობს, რა თქმა უნდა, deep state-ი, პირდაპირ ჩანს ეს ყველაფრიდან. ჯერ მარტო ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელა. 26 მაისი არის საზეიმო დღე და საზეიმო დღეს, რა თქმა უნდა, მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა, საზეიმო განცხადებების გაკეთება. პროტოკოლსაც კი არ იცავენ, ეტიკეტსაც კი არ იცავენ. აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ეს არის ძალიან დასანანი და სამწუხაროდ. ამ თემას გავაგრძელებ, ბატონო ირაკლი. საერთო ხედვა თქვენ ბატონო ირაკლი, ეს დეტალია რაც შეეხება მაკრონს. მე რაც მითხრა მან ალბანეთში
არის თავისი არსის წინააღმდეგობაში იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა. ხო, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე და შესაბამისად ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ხედავთ. ბატონ ერაკლი, საზეიმო მილოცებზე, ბატონ ერაკლი, საზეიმო მილოცებზე მაქვს კითხვა, თუ შეიძლება. დემოკრატიის წინააღმდეგობით რასაც გავრცელდა? გესმით ბატონ ერაკლი, ჩვენ ხომ ამოწურს ეს? თავიდან ვერ გავიგე ამის. ნიკამელია და მისი გიგავს გადაგიტანოს ის აღარ ეს დაპატიმრების დაკავშირებით რაღაც კითხვები, რასაც გასულ პასუხის ტრანსპორტის სასამართლო. ამ შემთხვევაში თუ არის მოლოდინური დიპლომატიური კორპუსის და თქვათ გადაგტარგების თაობაზე. პირველ რიგში რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის განცხადებებს, იგივე წინა შემთხვევასთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ყველაფერს არის აბსოლუტურად აცდენი. აქედანაც ჩანს, რომ ყველაფერს მართავს Deep State. არც საელჩო, არც რომელიმე ხელისუფლება და ეს შემდეგ ყველაფერს მართავს Deep State. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომელიც ჩანს აშკარად ევროპაში. თქვენ ასევე გახსოვთ თავის დროზე მელიას დაკავებასთან დაკავშირებული განცხადებები 3 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო მოქმედებდა სამართლის ადამიანის უფლებების პრინციპების სრული დაცვით. თქვენ მოისმინეთ რომელიმე ელჩის ან რომელიმე საელჩოს რომელიმე ქვეყნის ბოდიში ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ გვიგრძალავდნენ სამართლის უზენაესობის პრინციპის მიხედვით მოქმედებას. ეს იყო სამარცხვინო განცხადებები და არაერთმა საელჩომ გააკეთა თავის დროზე მელიას დაკავებასთან დაკავშირებით სამარცხვინო განცხადებები. შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს განცხადებები იყო სამარცხვინო, მაგრამ დღემდე არც ერთ შესაბამის სახელმწიფოს, არც ერთ საელჩოს, არც ერთ ელჩს არ მოუხდია ამასთან დაკავშირებით ბოდიში. და ეხლა უფრო მეტიც კადრულობენ და იგივე სიმეორებენ 3 წლის თავზე. რაც ბუნებრივია უნდა იყოს საზოგადოების შეფასება. ბატონო პრემიერო, თქვენ საუბრობდით 26 მაისის ბატონო პრემიერო, თქვენ საუბრობდით 26 მაისის განცხადებებში რატომ არ ემთხვევა თქვენი განცხადებები ერთმანეთს? ბატონო პრემიერო, თქვენ საუბრობდით 26 მაისის მილოცვებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ ბევრი ქვეყნიდან მილოცვა მხოლოდ ქართველი ხალხის მისამართით და გვახსოვს, რომ ასეთი დაყოფა ხელისუფლებისა და ხალხის მაგალითად ხშირად არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, როდესაც ის აგზავნის მილოცვებს პრეზიდენტს გულისხმობ. თქვენ როგორ გაიგეთ აი ეს მილოცვები, რომელიც ნახეთ მხოლოდ ქართველი ხალხის მისამართით? ჩვენ სახელმწიფოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და რა თქმა უნდა ეს დაყოფა არის არა მარტო ხელოვნური, არა მარტო არასამართლიანი, არამედ არის შეურაცხყოფელი ქართველი ხალხისთვის. ხო, ქართველი ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ასე მოხდა ეს 26 ოქტომბერს გასულ წელს, როდესაც 1,100,000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს მოქმედებს. შეიძლება ეს ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს, მაგრამ ეს არ არის მათი საქმე. ეს არის ქართველი ხალხის საქმე, ქართველი ხალხის არჩევანი, ხელისუფლების შესახებ არის სწორედ ქართველი ხალხის საქმე. რაც შეეხება მილოცვებს, ხო, იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თქვენ ნახეთ, რომ ადრესატის გარეშე, სახელმწიფო დეპარტამენტიდან გავრცელდა ადრესატის გარეშე მილოცვა. ასევე ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას, საბაბი იყო ის, რომ ის არ იყო ჯერ თქვეს, რომ უშუალო კორესპონდენციით, რომ ის არ იყო თბილისში, შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოსიც არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი მიდგომა, ჩვენ ერთმე განმარტავ წუხტურ რაშვებით ამის გამო. ეს არის ზოგადად აბსოლუტურად არასწორი მიდგომა. ხედავთ, რომ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და Deep State-ს შორის. ამ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა, რომ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით პირდაპირ უპირატესობა, დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა Deep State-ს და ამას უკავშირდება ის აქტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ. ხო, ეს არის არასწორი დამოკიდებულება, ეს არის ასევე აროგანტული დამოკიდებულება. თქვენ გახსოვთ, რომ NGO-ების მეშვეობით საქართველოში ქმნიდნენ რაღაც ვირტუალურ რეალობას, იგივე დახმარებასთან დაკავშირებით, ამერიკულ დახმარებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში მე მათემატიკური სიზუსტით დავდეთ ჩემს წერილში ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩვენ ფინანსური თვალსაზრისით იმაზე მეტი შეღავათი გვაქვს მიცემული ამერიკის შეერთებულ შტატებში, გულისხმობ სამხედრო მისიებში ჩვენი მონაწილეობით, ვიდრე იქიდან გვაქვს მიღებული დახმარება. და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას, რომ დახმარებაში, რა თქმა უნდა, არ ითვლება NGO-ებისთვის შემორიცხული თანხები. ტრამპის ადმინისტრაციამაც აღნიშნა, რომ NGO-ებისთვის გადახდილი ფული არავითარი დახმარება არ იყო. ასევე არავითარი დახმარება არ იყო ის თანხა, რომელიც ჩამოირიცხა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად 2008 წლის ომის შემდეგ. ამას თუ გამოვაკლებთ და თუ ავიღებთ რეალურ დახმარებას,
დაახლოებით 5 ჯერ ნაკლები იქნება ციფრები იმ შეღავათთან შედარებით, რაც ჩვენ მივეცით ამერიკულ მხარეს მარტო ავღანეთის და ერაყის მისიებში ჩვენი მონაწილეობით. ამიტომ აროგანტობას არ აქვს არავითარი საფუძველი. არ შეიძლება ასევე მუდმივად საუბარი იმაზე, რომ არა ამერიკული მხარდაჭერა საქართველოს არ იარსებებდა. 3000 წელია არსებობს ჩვენი ქვეყანა, 23 საუკუნეა არსებობს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომ აროგანტობას არ აქვს, რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ Deep State მძლავრობს, ხო ამას ვხედავთ, თუ Deep State-მა უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთან. ჩვენთვის Deep State დამეცადეთ. არა, დამეცადეთ. არა, მე უნდა დავასრულო. უნდა დამეცადოთ. თლიანად ეს არის ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა. მინარევს ბრძოლა მე დარწმუნებული ვარ რომ ქალბატონ რომბინ დანიგანს ძალიან უნდა და 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება სწორედ Deep State-ის გავლენის გამო. განცხადებაზეც რომელიც გავრცელდა, აშკარად ჩანს პირდაპირ იგრძნობა Deep State-ის ზეგავლენა. ეს არის დღევანდელი რეალობა. კიდევ ერთხელ გავიმერებ რომ ასეთ მილოცვას ჩვენთვის რა თქმა უნდა არავითარი ფასი არ აქვს. ჩვენ არა, ეხლა მაგ უნდა მეთქვა ზუსტად. რომ დამეცადოთ ხოლმე წინასწარ ვიტყვით, რომ დამეცადოთ ხოლმე, არა, რომ დამეცადოთ ხოლმე წინასწარ მიიღებთ იმ პასუხს, რომელთან დაკავშირებითაც კითხვას, ნუ ღიზიანდებით, ნუ ნერვიულობთ და ნუ ღიზიანდებით. რო არ ღიზიანდებოდეთ, არ ჩამეკითხებოდით, ჩამეჭრებოდით დასრულებამდე. ჩაჭრა პასუხის დასრულებამდე გამოხატავს თქვენ გაღიზიანებას. რო ხართ სულმოთქველი, ნიშნავს რომ გაღიზიანებული ხართ და თქვენი გაღიზიანება მესმის, იმიტომ რომ თქვენი პარტია არის უმძიმეს მდგომარეობაში გუშინაც გამოჩნდა, როდესაც 3000 ქართველი ხალხი გამოვიდა თქვენი პარტიიდან რუსთაველის გამსირზე. რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, მე ვიტოვებ რა თქმა უნდა იმედს, რომ Deep State-ზე გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. 26 მაისზე საუბრობთ. ოფიციალების დაალაგების იმედი დაკარგეთ თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას. დიდი ხნის განმავლობაში აზრდებოდნენ ამბობდნენ რომ ხოდეთ საკოორდინაციო შტაბი შექმნილი და აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით, მოусმენთ ალბათ გაიცნობოდით სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს. ოპოზიციაში არის ასევე ასეთ სხვადასხვა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან გაკეთდა განცხადება, რომ თვითმმართველობას განიხილავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება პარალელურად საპარლამენტო არჩევნები. გარეშე როგორ აფასებთ, რამდენ შესაძლებელია რომ მართალი გუნდი წავიდეს ამ მოცემულობაზე, რომ ორივე არჩევნები მოუხდეთ. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის სრულად მოშლილი. გუშინ მთელი ამ ხელა ორგანიზების შემდეგ, სარეკლამო კამპანიების შემდეგ და შემდეგ 3000 კაცი შეგრებეს რუსთაველის გამსირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალექველისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ამას წინასწარ ვანონსებდით. ეს არის დღევანდელი რეალობა ოპოზიციაში. ამიტომ, როდესაც საუბარი აქვს მათ რიგარეში საპარლამენტო არჩევნებზე, სინამდვილეში თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ იციან რომ არიან აბსოლუტურად დაღუპული, უკვე საჯაროდ საუბრობენ ამასთან დაკავშირებით. არც კი აწყობთ. ანუ რასაც ითხოვდნენ, ის უკვე საერთოდ აღარ აწყობთ. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მეტად მძიმე დამარცხდებიან, ვიდრე დამარცხდნენ გასული წლის ოქტომბერში. ეს არის ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, არავისთვის, მათ შორის არც მათთვის, არც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი, თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას. თქვი უკვე და იმდენად გაღიზიანებული ხართ, რომ არც კი გესმით ჩემი პასუხი. იმდენად გაღიზიანებული ხართ, რომ ჩემი პასუხი ვერ მოისმინეთ, ყურში არ შევიდე. რუბიოს პასუხი იყო თუ არა თქვენთვის პასუხი ამ ხალხის ფონზე გაუგებარია რისი თქმა სურდა მას, რას ემსახურებოდა გუშინ ეს მიცი? გუშინ როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ რაღაც იმედი, რომ ცოტა მეტი ადამიანი მოვიდოდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა უფრო უმახიანი ყოფილიყო მისი გამოსვლა, თუმცა 3000 კაცის ფონზე, რა თქმა უნდა, მას გაუჭირდა რაიმე ღირებულის თქმა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ხო, რადიკალური ოპოზიციის თავიდან ბოლომდე არაფრის რესურსი არ აქვს, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის, არაფრის რესურსი აღარ აქვს. აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მე წაგისვამთ კითხვას ორივე დროშას უკავშირდება. პირველი მაინტერესებს ქართული ოცნების დროშის დაცვა, აქ თუ არა დანაშაული.
ზოგადად ნახეთ დანაშაულთან დაკავშირებით კვალიფიკაციას იძლევა სამართალდამცავი უწყება. ეს არ არის ის კითხვა, რომელიც მე უნდა დამისვა. ხო თუ რაიმე არის თუ რაიმე მაღალია მის ალბათობა, მის ოჯახის წევრებიც ასე ვარაუდობენ, რომ მიზეზი არის ის, რომ მან აქციაზე დაწვა ქართული ოცნების დროშა. ქართული ოცნების დროშა არ არის პარტიული სიმბოლიკა. და ამ საფუძვლით რამდენად გამართლებულია მოქალაქის დაკავება. მე ჯერ ერთი კვალიფიკაციას ვერ მივცემ, დანაშაული სიტყვა, ტერმინი ნიშნავს სისხლის სამართლის ქმედებას. აქ ალბათ არ არის არავითარი სისხლის სამართლის საქმე აღსრულება, ხო? დანაშაული ტერმინი უკვე არასწორია, ხო? ადმინისტრაციული არ ვიცი, მე არ ვიცი. მე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია, შეიძლება სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა. წარმოდგენა არ მაქვს, ამიტომ ასეთი კითხვებით უნდა მიმართოთ. ასეთი კითხვები მე არ ამგონია, ასეთი კითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებას. ანუ ამ სამხედრო მე ვერ გეტყვით, მე არ შემიძლია მივცე რაიმე სამართლებრივი კვალიფიკაცია. მე ვერ მივცემ, განა იმიტომ რომ არ ვიცი, იურისტი ვარ, განა იმიტომ რომ არ ვიცი, მაგრამ ჩემი პრეროგატივა არ არის ასეთ საქმეზე მოგცეთ კომენტარი. ერეკლი გეძაძის პერფორმანსიც გვაინტერესებს რუსეთის დროშას რაც უკავშირდება იცით ოფენიერზე მომხდარი შესახებ. და იცით იმის შესახებაც, რომ რუსეთის ოფიციალური პირებისგან აქვს მკაცრი გამოხმაურება მომხდარს და ითქვა, რომ საგამოძიებო უწყებები დაიწყებენ რეაგირებას რუსეთში ერეკლი გეძაძის წინააღმდეგ. რას პირდება ქართული სახელმწიფო ერეკლი გეძაძეს როგორც მოქალაქეს? ჩემ საინტერესო არ არის რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ასეთ რაღაცას, რა მნიშვნელობა აქვს იქ რა დროშაზეა საუბარი. როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას. ეს არის უბრალოდ უკულტურობა. რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენი მე არ მაინტერესებს რუსული მხარის კომენტარები. არ ამგონია ეს სერიოზული იყოს. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ პირველ რიგში ყველამ თავის კულტურას უნდა მიხედოს. მაკრონთან დაკავშირებითაც არ მოგვიწურავს ეს თემა, ამიტომ მოკლედ დაზუსტებით რა თუ შეიძლება. თქვენ თქვით, რომ მაკრონმა რაღაც განსხვავებული გითხრათ, ანუ იმის წინააღმდეგო, რაც ვაიმარის განცხადებით გავრცელდა. აი ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სულისკვეთება იყო სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რაც ამ განცხადებაში ამბობთ. ამ განცხადებაში განსხვავებულია. ახსნა deep state. ამბობთ მაკრონი ამას ამბობს. ბატონო? ფისებრივი გავლენა, კი, რა თქმა უნდა. არა მარტო მაკრონზე, ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებების უმეტესობაზე deep state-ს აქვს პრინციპული გავლენა. უმრავლესობაზე გიპასუხე. ანაგრის სპორტის შესარჩევი პროცესი როგორ მიმდინარეობს, თითქმის 1 წელია ეს პროცესი ცოტა გაჭიანო და ასევე მინდა გითხოთ მსხვილი ენერგეტიკულ პროექტებზე, როგორიცაა ხუდონი, ნესკრა, აქ განიხილავდა სახელმწიფო სექტორი ჩართულობით ამ პროექტების განხორციელებას, ისევ განიხილავდა თორემს. პირველ რიგში რაც შეეხება ანაკლიას, რეალურად არაფერი არ იწელება ერთი მარტივი მიზეზის გამო, სამუშაოები არის უკვე დაწყებული. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო ჭირდება ხელშეკრულების გაფორმებას. კი, რა თქმა უნდა, ამ კუთხით შეიძლებოდა რაღაც უფრო მალე დასრულებულიყო, თუმცა ობიექტური მიზეზებია, რის გამო ჯერჯერობით შეთანხმება არ არის ხელმოწერილი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არაფერ ხებს სამუშაოების წარმართვას და ჩვენ თვალყურს მივატევთ მომავალშიც მოლაპარაკებებს მთლიანად მოლაპარაკების საქმეა ეს ყველაფერი. ეხება ენერგეტიკას, აქ ჯერ შესავალს გავაკეთებ, თქვენ გახსოვთ, რომ მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში. რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ, ამ შემთხვევაში სამართლის უზენაესობა იქნება ბოლომდე დაცული და ეროვნული ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. არის რამდენიმე მსხვილი, ასევე არის არამსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება, უკვე დაწყებულია ყველა მიმართულებით, არის მათ შორის 3 მსხვილი პროექტი, რასთან დაკავშირებითაც არის დაწყებული ინტენსიური სამუშაოები. ყველა პროექტი, მათ შორის რაც ჩამოთვალეთ, იმ პროექტებზეც არის საუბარი, ხო? არის ძალიან დიდი რესურსი, იგივე ნასკრას მიმართულებით, უდონის მიმართულებით, ნამახვანის მიმართულებით და ყველა მიმართულებით არის საჭირო ინტენსიური მუშაობა ამ პროექტების განხორციელება, ასევე მცირე საშუალო ჰესების თუ ქარის და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობის მიმართულებით არის სერიოზული მუშაობა საჭირო. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, გვინდა 10,000 მეგავატს გადავაჭარბოთ უკვე 2030 წლისთვის ამ პროექტების განხორციელების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2030 წელს მოხმარებას გადააჭარბოს გამომუშავებამ. ეს მიზანი უნდა იყოს მიღწეული, ეს სჭირდება საქართველოს
ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას შესაბამისად ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ბოლო კითხვა ბატონო ირაკლი, ამერიკის სამხედრო დაზვერვის დოკუმენტი გავცელდა, სადაც წაგიკითხავთ ციტატას, პირდაპირ არის შემდეგი ჩანაწერი, რომ ქართული ოცნების მეთაურობით ჩატარებული მთავარ არჩევნების შემდეგ რუსეთის საშუალებას აძლევს გაიზარდოს რუსეთის გავლენები საქართველოში. ეს არის ციტატა ამერიკის სამხედრო დაზვერვის დოკუმენტიდან და ნიშნავს თუ არა ეს განცხადება ბატონო ირაკლი იმას, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებს და ამბობს, რომ ამ არჩევნების შემდეგ გაიზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში. პირველ რიგში თქვენ იცით, რომ ეს არის სრული სისულელე. რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი? არის ჩვეულებრივი სისულელე. ასეთი სისულელეები რო ხდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს ტიპსიეთის გავლენას. დიდი მადლობა.